საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს 18 მარტი არის და მიმოვიხილოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, რომელიც ჩვენ გვეხება, ჩვენ ქვეყანას ეხება და საერთოდ მთელ მსოფლიოს ეხება, რადგან თანდათან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისი დაიწყება მთელ მსოფლიოში და ამის შესახებ უკვე გაეროდან აფრთხილებენ მსოფლიოს, რომ მალე შიმშილობის პერიოდი დადგება. გარკვეულ ქვეყნებში, ასე რომ სიტუაცია ძალიან რთული არის, გასაგებია საქართველოში ჩვენი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ 6 დღიანი გლოვა არის გამოცხადებული და ნაკლებად შეიძლება ვინმე საინტერესებდეს მიმდინარე მოვლენები, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება, ცხოვრება გრძელდება და ხვალ და ზეგ ისევ და ისევ საქართველო არსებობს, ქართველიერი არსებობს და ისევ და ისევ სხვა ახალ გამოწვევებს შევხვდებით. არაფერი, რო ვთქვათ, ისეთი განსხვავებული არ მოხდა რა ქართველიერის ისტორიაში. ყველა სიკვდილის შვილები ვართ. თავის დროზე გიორგი ჭყონდიდელიც გარდაიცვალა, თავის დროზე დავით აღმაშენებელიც გარდაიცვალა, გიორგი ბრწყინვალეც, მაგრამ საქართველო დარჩა და ცხოვრება გრძელდება. ამიტომ ყველაფერს ჭირდება გამკლავება მომავალ გამოწვევებს, რომელი გამოწვევებიც იქნება ჩვენი ქვეყნის მიმართ და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ნამდვილად დრო არის ახლა დამდგარი იმისი, რომ ყურადღებით ვიყოთ ქართული საზოგადოება, ყურადღებით ვიყოთ ხელისუფლებამაც ყურები გამოიფხიკოს და მოკლედ რო აღარ გავაგრძელო, ბევრი რო არ გავაგრძელო, პირდაპირ გადავალ ამ ამბებთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რაც ხდება, რა ომი და უბედურებაც ხდება ირანში, პატრიარქის გარდაცვალებამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ ენაზე ტვიტერზე დღევანდელ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საქართველოს პატრიარქი და ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხომეინი არიან გამოსახულები, უსურვა ჯანმრთელობა და უსურვა გამოკეთება ილია მეორეს, ეს არ არის ნეკროლოგის პოსტი, ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ პატრიარქი გარდაიცვალა და ეს მინდა უბრალოდ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს კიდევ და კიდევ ერთხელ აჩვენებს თვითონ ილია მეორეს პიროვნების მიმართ ავტორიტეტს და ასევე საქართველოს როგორც რეგიონში არსებული მნიშვნელოვან სახელმწიფოს, რადგან როდესაც ესეთ ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იცლის და ესეთ განცხადებას აკეთებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ და ამან ყველა უნდა დაგვაფიქროს. ახლა კი მოუბრუნდეთ ამ 2 დღის მანძილზე უშუალოდ ბრძოლის თეატრს ნაკლებად შეიძლება შევეხოთ, იმიტომ რომ რაღაც სასწაული მნიშვნელოვანი რაღაცეები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იქნა ლიკვიდირებული ისლამური რევოლუციის კორპუსის ირანის, მოკლედ რო ვთქვათ, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მის შვილთან, შვიდ დაცვის წევრთან, ასევე როგორც ოპერაციის თვალსაზრისით, რაღაცა ისეთი ახალი ისეთი დანაკარგები არ ყოფილა, მიმდინარეობს დარტყმები ორივე მხრიდან და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა შეიძლება ჩაითვალოს ამ მხრივ, რომ ირანმა გამოსცადა ახალი რაკეტა, რომელი რაკეტასაც მოცეკვავე რაკეტა ეწოდება, სუჯი ასე ეძახიან. ეს არის გამომდინარე იქედან დარქმეული სახელი, რომ ეს რაკეტა არის თანამედროვე პერიოდის, ასე რომ ვთქვათ, უახლესი რაკეტა, ახალი თაობის, ის ხის საწვავზე ფუნქციონირებს, რომელიც ამარტივებს რაკეტის გაშვებას, მობილურობას, გადაადგილებას და გუშინ ისრაელმა საკუთარ თავზე გამოსცადა თუ რას ნიშნავს ამ ყველაფრის, ესე რომ ვთქვათ, ძალა. მოკლედ, დავიწყოთ იქედან, რომ
Ერთიანებული ერების ორგანიზაციაში აფრთხილებენ სამყაროს, სრულიად სამყაროს, რომ ძალიან მალე შეიძლება შიმშილი ეწვიოს კიდევ 45 მილიონ ადამიანს და ეს ყველაფერი გამოწვეული არის ამ ომიდან გამომდინარე, ორმუზის სრუტის ბლოკირებიდან გამომდინარე, რომელსაც ასევე ახლავს ბაბელმანდების სრუტის ბლოკირება, თუმცა ამას ცოტა მოგვიანებით რაც ცვლილებები აპირებენ, ეს ყველაფერი ეკონომიკურ ზარალს და 1000 რაღაცას ითვალისწინებს, ამიტომ შესაძლებელია სულ მალე 45 მილიონი ადამიანი კიდევ აღმოჩნდეს შიმშილის ზღვარზე და მინდა გითხრათ, რომ აი ამ ომის დაწყების დროს მაშინვე იქნა განცხადება გაკეთებული, რომ სასუქები, რომელიც უნდა გაზაფხული მოდის და უნდა გამოყენებულიყო, ღვთისმსახურება უნდა დაწყებულიყო ბევრ რეგიონში, ომმა ეს ყველაფერი შეაჩერა და მაშინვე იყო ხაზგასმული, რომ ეს დაარტყამდა სურსათის საკითხს მთელ მსოფლიოში, ასე რომ მე მგონი საქართველოში დროა ხვნადათ ესვა მაინც გაიხსენონ. თორემ კარგი არაფერი არ არის მოსალოდნელი, საინტერესო არის ნავთობის ფასებთან დაკავშირებით ცალკე შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ ეს დღევანდელი ამდილანდელი ინფორმაცია არის, ეს არის ხელღამით დაფიქსირებული 17-ის ღამეს უпростоრად კუვეიტური საწვავის ფასის გაძვირება, რომელიც აქ ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს ზოგადად სოფლიო ბაზარზე გაძვირდა, თვითონ კუვეიტური საწვავი გაძვირდა, რომელიც ავიდა $153 ბარელი და ასევე ომანის არის ძალიან გაძვირებული, ომანიდან $173. რაც შეეხება დანარჩენ ფასებს, ასევე ზრდას განაგრძობენ ყველაფერი, ეს ყველაფერი არის ორმუზის სრუტის ბლოკირებისგან გამოწვეული მდგომარეობა და საინტერესო არის ის, რომ ამერიკაში ზოგიერთი ძალიან ბრძენი ამერიკელი, რაც ამ ხალხს ფანტაზიის უნარი ალბათ არ აქვს შეზღუდული, ან სხვა ადამიანებს საერთოდ არ მიიჩნევენ ადამიანებად, არის ესეთი ექსპერტი, ანალიტიკოსი, რომელმაც განაცხადა, რომ ორმუზის სრუტის ბლოკირების მოხსნა, რომელიც პრაქტიკულად ამ რეალობაში წარმოუდგენელი არის, შეიძლება იქნას მოგვარებული შემდეგნაირად, იქნას რამდენიმე ათეული ატომური ბომბი გამოყენებული პარალელურად, ორმუზის სრუტის პარალელურად, რომელიც გააჩენს დიდ ნაპრალებს და შეიქმნება ახალი სრუტე და რომელიც სრუტეშიც ირანს არ ექნება საშუალება კონტროლის და აი ამ მხრიდან მოახდინონ შემდეგ უკვე ნაოსნობის ახალი საშუალება. აქ ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხალხმა უკვე და ეგრეთ წოდებულმა ექსპერტებმა, ანალიტიკოსებმა ბირთვული ბომბის გამოყენებაზე უკვე ღიად დაიწყეს საუბარი. ფაქტი ისაა, რომ ამერიკელები სხვა ადამიანებს და აი იმ ქვეყნებს, რომელ ქვეყნებში შეიძლება ეს მოხდეს და განხორციელდეს, ადამიანებად არ განიხილავენ, მთავარი არის ნავთობი, ნავთობის გამოტანა და ესეთ რაღაცებს ღიად წერენ აგერ. არ ვიცი ახლა ვინ შეიძლება ეს ყველაფერი ნორმალურად ჩათვალოს, თუმცა საკმაოდ ცნობილი ამერიკელი ექსპერტი არის, რომელმაც ეს ყველაფერი ესე ღია გახადა. ანუ საუბარი ბირთვულ ომთან დაკავშირებით და ბირთვული იარაღთან დაკავშირებით თანდათან კიდევ და კიდევ უფრო იმატებს და არავის გაუკვირდეს, რომ ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენებელი აღმოჩნდეს ძალიან მალე რომელიმე მხარე. ახლა რაც შეეხება ვისაუბროთ აი ამ საკითხზე, ეს არის ის ამ ირანის უშიშროების ხელმძღვანელი ლარიჯანი, ასევე რომელიც იქნა ლიკვიდირებული და ამით ისრაელი ამბობს და ამერიკელებს მოუწოდებს, რომ აი ჩვენ ამ ფორმით უნდა მოახდინოთ ომის გაგრძელება, უშუალოდ გადაწყვეტილების მიღები პირების ლიკვიდაცია, რადგან ჩამოიშალოს სახელმწიფო აპარატი ირანში, რადგან მას ვერ ვერევით და ვერ უმკლავდებით როგორც სახელმწიფოს და როდესაც სამეთაურო რგოლები იქნება განადგურებული, შემდეგ ირანელი ხალხი თვითონ მოახდენს
დამხობას უკვე უთავოდ დარჩენილი რეჟიმის, ამ ხალხმა ვერ გაიგო ის, რომ თითოეულ თანამდებობაზე წინასწარ არის გათვლილი 3-4 ადამიანი და ახლის მოყვანით კიდევ უფრო გამწარებული თუ შეხვდებიან ირანელები ამ ყველაფერს და არავინ რეჟიმის დამხობას ნამდვილად ხელს არ შეუწყობს, მით უმეტეს, როდესაც ირანში უკვე წავიდა სერიოზულად განცხადებები იმის შესახებ, რომ თუ კი რაიმე მიტინგები და რამე იქნება ომის პერიოდში გამოვლენილი, ადგილზე იქნება დახვრეტილი ყველა ინიციატორი და ყველა პროვოკატორი. ამიტომ რა ვიცი, აბა ვის აქვს 9 თავი და ვის აქვს 10 თავი, მაგრამ ისრაელი ცდილობს, რომ აი ამ ტაქტიკით მოახდინოს აი ამ ომის შემოbrunება და იქნას უშუალოდ პერსონების ლიკვიდაციით ჩამოშალოს რეჟიმი. მე ნაკლებად ნორმალურად მიმაჩნია ეს ყველაფერი, იმიტომ ირანი ეს არ არის დიქტატორული სახელმწიფო, ეს არის სისტემა და სისტემის დამარცხება შეუძლებელი არის თითოეულა ადამიანების, თუნდაც 10, 100, 20, 200 ადამიანის ლიკვიდაციით. ამ სისტემას უკვე ღრმად აქვს ფესვები გამდგარი და წინასწარ იცის ყველამ, რომ ეს არის სარწმუნოებრივი ომის სახე აქვს მიღებული და იქ ასე მარტივად ესეთ შემთხვევაში არ იქნება ეს ყველაფერი მიღებული. მინდა გითხრათ, რომ საპასუხოდ ირანმა შურისძიებისთვის გამოიყენა ახალი თაობის რაკეტები და განხორციელებული იქნა წუხელ ისრაელის დაბომბვა. ამას შემდეგ გადავალთ და ვნახავთ თუ როგორ და რანაირად, მაგრამ საინტერესო არის ის მომენტი, რომ ამ ყველაფრის ფონზე გუშინ შეერთებულ შტატებში თანამდებობა დატოვა ჯონ კენტიმ, რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების კონტრტერორისტული მიმართულების ხელმძღვანელი. ანუ ანტიტერორისტული მიმართულების ხელმძღვანელი, რომელსაც უამრავი ინფორმაცია ჰქონდა, რომელსაც შეეძლო ეს ყველაფერი გაენალიზებია და მან განაცხადა, რომ ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არ წარმოადგენს ეროვნულ საფრთხეს და ეგზისტენციალურ საფრთხეს და ის მხარს ვერ დაუჭერს აი ამ ომს, რომელმაც მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს და გადადგა თანამდებობიდან. ტრამპი გამოიხმიანა, რომ ეს არის თურმე სუსტი პიროვნება და ესე შემდეგ და თანამდებობაზე როცა ყავდა, მაშინ არ ახსოვდა, რომ სუსტი იყო პიროვნება. ტრამპის მდგომარეობა არის კატასტროფულად მძიმე, რადგან ის იძულებული გახდა ყველას თავიანთ მოკავშირეებს დაწყებული ევროპიდან, დამთავრებული იაპონიამდე ეხვეწოს, რომ რამენაირად მოხდეს მათი ჩართვა ომში, თუმცა უკვე პასუხები მიღებული არის როგორც ევროპიდან, ასევე ავსტრალიიდან, რომ ისინი ორმუზის სრუტის გახსნაში, სამხედრო ოპერაციაში არ მიიღებენ მონაწილეობას, სანამ ომი მიმდინარეობს. ეს არ არის ჩვენი ომი, განუცხადეს, ისე როგორც ტრამპი უცხადებდა, რომ უკრაინის ომი ეს ჩვენი ომი არ არისო, ამბობდა ისე უპასუხეს ევროპელებმაც, ეს არ არის ჩვენი ომიო, ამიტომ ამ ომში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობასო. გამომდინარე აქედან თავისთავად შესაძლებელია ვივარაუდოთ ის, რომ ტრამპი და ისრაელი დარჩება მარტო და მაქსიმუმ თუ ვინმე მიემხრო საერთოდ ამ ომს, იაპონელებს კონსტიტუციით აქვთ აკრძალული საერთოდ ეს ყველაფერი, კორეელებმაც უთხრეს, რომ ჩვენ რო ჩავერთოთ ამ ყველაფერში, ეს უფრო არ გაართულებს სიტუაციას და ამ ყველაფრის გარანტიაო და შეიძლება ამ ყველაფრიდან მივარაუდოთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ აპირებს ამ ყველაფერს შეუერთდეს, თუმცა ევროპელებმა განაცხადეს, როდესაც ომი დამთავრდება, შემდეგ კი ბატონო კონვოირება ომის შემდეგ უსაფრთხოების დაცვა, გემებით, გაცილება, კი ბატონო, ეს არ არის პრობლემაო, მაგრამ სანამდე ომი მიმდინარეობს, ჩვენი ფეხი იქ არ იქნება. ყველა ფიქრობს თავის თავზე, თავის სამხედროებზე, მით უმეტეს ფრანგებს, რომლებსაც დანაკარგები უკვე პირველი დანაკარგები გააჩნიათ.
ასევე როგორც ვრცელდება ინფორმაცია, იერიშები იქნა გავრცელებული, მიტანილი შარლ დე გოლის ეს ფრანგული ხომალდი არის და მისი დამრტყმელი ჯგუფის მიმართ, ამიტომ საუბარი იმის შესახებ, რომ ევროპელები მივლიან ტრამპის საშველად, ეს არის ტყუილი. ახლა გადავინაცვლოთ უშუალოდ რუკაზე, თუ ამ მომენტისთვის რა რეალობა არსებობს თვითონ ახლო აღმოსავლეთში და რა ცვლილებები არის, პრაქტიკულად გემების განლაგება, რომელი განლაგებაც არსებობდა შეერთებული შტატების, პრაქტიკულად არ შეცვლილა ეს ყველაფერი. ინფორმაციას ჩინური სადაზვერვო ხელოვნური თანამგზავრები ახორციელებენ. საინტერესო არის, რომ დაფიქსირებული იქნა სინგაპურში იქნა დაფიქსირებული ხომალდი, რომელი ხომალდიც იაპონიიდან წამოვიდა და უნდა შეუერთდეს აი ამ დამრტყმელ ჯგუფს, რომელზეც არის 2500 საზღვაო ქვეითი და 20 გამანადგურებელი დისლოცირებული ტიპიური სადესანტო მოიერიშე ჯგუფი არის, მაგრამ ისინი ჯერჯერობით იმყოფებიან სინგაპურში. სინგაპურიდან კიდე საკმაოდ დიდი დრო არის, ალბათ სადღაც 10 დღის მანძილზე შეუერთდებიან თავიანთ მოკავშირეებს. მანამდე კი გადავხედოთ თუ რა ხდება ჯერ ბაბელმანდების სრუტეში, სრუტე რომელიც კონტროლირებადი არის ირანის მოკავშირე ჰუსიტების მიერ და ჰუსიტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი ამერიკულ ხომალდებზე იერიშს მიიტანენ, ამიტომ არც ერთი ამერიკული ტანკერი ეს იქნება სამოქალაქო თუ სამხედრო ბაბელმანდების სრუტეში არ ფიქსირდება და მათ გატარების უფლებას ჰუსიტები არ აძლევენ. საინტერესო არის ის, რომ ჰუსიტებმა მოთხოვეს, რომ ჩინური გემები, რომელი გემებიც სარგებლობენ და ჩინეთი, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებთან ახლო ვაჭრობაში არის შესული, ინფორმაცია იქნას მიწოდებული ეკიპაჟის შესახებ და გემების შესახებ, რომელი გემი ეკუთვნის ჩინეთს და რომელი გემი ცურავს ჩინეთის დროშით და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჰუსიტები გაატარონ თუ არა ის. აქ ამ ტერიტორიაზე ბაბელმანდების სრუტემდე წითელ ზღვაში პრაქტიკულად უცვლელი არის მდგომარეობა, ამერიკული ხომალდები უცვლელ მდგომარეობაში იმყოფებიან და ისინი ვერ ბედავენ სრუტის გადალახვას. მათ აქვთ ერთადერთი შანსი განახორციელონ შემოვლა მთელი აფრიკის კონტინენტის და შეუერთდნენ ჯგუფს, მაგრამ აი ესეთ შემთხვევაშიც საფიქრებელია ის, რომ დრო საკმაოდ ვრცელი დასჭირდებათ, მინიმუმ 3 კვირა მაინც იქნება საჭირო საამისოდ. ამამდე კი გადავხედოთ ორმუზის სრუტეს, ორმუზის სრუტეში რა ამბები ვითარდება. სამხედრო ბაზები, რომელიც არის განთავსებული შეერთებული შტატების გაერთიანებული ემირატების ტერიტორიაზე, ისინი კიდევ ირანული რაკეტების დაბომბვის ქვეშ არიან, ხოლო თვითონ ორმუზის სრუტეში შეინიშნება მოძრაობა, მაგრამ შეინიშნება მოძრაობა იმ ხომალდების, რომელი ხომალდებიც ირანთან სამოკავშირეო მდგომარეობაში არიან.
ცუდ დღეში არის კატარი, ასევე, რომლის ფინანსური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ასევე გახდა ცნობილი ბაჰრეინში არსებული ამერიკული ბაზის შესახებ, რომელიც ირანმა დაბომბა. და ირანი ასევე აფრთხილებს, რომ ევაკუაცია გააკეთონ ამ ტერიტორიებიდან, სადაც საფრთხეს შეიცავს კატარის, ემირატების და საუდის არაბეთის მოქალაქეებმა, რადგან ირანი ამ ყველაფერს საერთაშორისო სამართლით ხსნის 51 გაეროს 51 მუხლის თანახმად ეს ყველაფერი არის ლეგალური სამიზნე. დუბაი ისევ დაბომბვის ქვეშ არის და არაფერი სასიკეთო აქაც არ ჩანს, აი ეკონომიკური მდგომარეობა აღმოსავლური სასწაულის 60%-ით არის უძრავი ქონების ფასი დუბაიში დაცემული. თუ დროზე არ შეიცვალა სიტუაცია, ასეთ შემთხვევაში არაფერი სასიკეთო არ იქნება. აქ იქნა დაფიქსირებული ამერიკული ბომბდამშენები, რომლებსაც არ ჰქონდათ გამორთული ამომცნობი სარადარი, ამომცნობი მანიშნებლები, ანუ ირანზე ამერიკელები ახორციელებენ დარტყმას მათ ხელთ არსებული თითქმის ყველანაირი იარაღით. საინტერესო არის ის, რომ ერაყმაც განაცხადა საერთოდ გაზის შეწყვეტის შესახებ, ტყევადი გაზის შეწყვეტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ 2 დღის წინ ირანის ელჩმა ერაყში განაცხადა, რომ ერაყს შეეძლება უპრობლემოდ გამოიყენოს ორმუსის სრუტე. ბაღდადში არის დაბომბვები, გრძელდება, რადგან იქ არის ბაზირებული ამერიკული სამხედრო ბაზა. ქურთისტანი ისევ დაბომბვის ქვეშ არის. აქ უკვე სახმელეთო ბრძოლებიც მიმდინარეობს პრო-ქურთულ და პრო-ირანულ და პრო-ამერიკულ შენაერთებს შორის. ყველაზე მეტად ერაყი არის აი ამ დღეში და ასევე ირანი ამ ტერიტორიაზე ახორციელებს შეტევებს, მოკლედ ეს საწყალი ქვეყანა ერაყი მას შემდეგ რაც ამერიკელებმა განახორციელეს იერიში, მას შემდეგ არ დამთავრებულა. ისრაელი დაბომბვის ქვეშაა, არ წყდება ისრაელის დაბომბვა, მით უმეტეს ახლა აქ არის უამრავი გამოჩნდა ეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია არის, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ისლამური სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა თავის დროზე სირიაში და იყო ასადის წინააღმდეგ, ახორციელებდა და არასდროს არ ეხებოდა ისრაელის ინფრასტრუქტურას და ისრაელის სამხედროებს, ესენი უფრო სუნიტური შტო იყვნენ. მათაც დაიწყეს ისრაელზე შეტევების განხორციელება. ჰამას ალბათ სავარაუდო არის, რომ მალე ღაზას სექტორშიც იქნება დიდი ამბები. აქ მოკლედ ისრაელში აქ ბენ-გურიონის აეროპორტის დაბომბვა იქნება თუ ჰესბოლას მიერ მიტანილი იერიშები, მოკლედ ყველგან უწყვეტ მდგომარეობაში იმყოფება ეს ახალი რაკეტების გამოცდა. ისრაელში საკუთარ თავზე გამოცადეს თუ რას წარმოადგენს ირანული ახალი ჰიპერბგერითი რაკეტები. მოკლედ ომი არ ცხრება, ასევე
არ ცხრება ომი ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანში, ეს საწყალი ქვეყანა კიდე ესეც რამდენი ხანია დაბომბვის ქვეშა. და განაცხადეს ისრაელის ჯარისკაცებმა ისრაელს უწევს პრაქტიკულად ამ მემართულებაზეც, ამ ფრონტზეც ბრძოლა, უგერიება ჰეზბოლას რაკეტების. თავისთავად ირანი ამ ადგილებშიც იმუშავებს, ირანის სარაკეტო სისტემა იტანს იერიშს. აქ არის ერთი საინტერესო მომენტი, რომ ბუფერული ზონის დაკავებას აპირებენ ებრაელი ჯარისკაცები, მაგრამ სახმელეთო ოპერაცია ერთ-ერთი რთული იქნება ამ რეგიონში ჩასატარებლად. ჰეზბოლას მებრძოლები, რომლებიც გამოწვრთნილები არიან სირიის ომის წარმოებისთვის, მზად არიან ქვეით მიმართულებაზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებს გაუწიონ წინააღმდეგობა და როგორც ხედავთ თქვენ, აქ უკვე ბრძოლები დაწყებული არის ქვეითზე. ქვეითებს შორის ხმელეთზე მიმდინარეობს ოპერაცია, ისრაელმა 45,000 რეზერვისტის მობილიზირება გააკეთა. თავისთავად ლიბანის მიმართულებაზე არ წყვეტს იერიშებს ისრაელი. მოკლედ, ომი გადაზრდილია მთელ რეგიონალურ სივრცეში და არაფერი გაჩერების პირი ამ ყველაფერს არ უჩანს. აქ ტრადიციულად განთავსებული არის ის ხომალდები, რომლებიც ისრაელის ცის დაცვას აპირებენ, ფრანგული, ბრიტანული და ამერიკული. ასევე არაბული ქვეყნების მინისტრები ხვდებიან ერთმანეთს. ირანი ითხოვს კატეგორიულად შეერთებულმა შტატებმა დატოვოს რეგიონი და მოუწოდებს არაბულ ქვეყნებს გააცნობიერონ სიტუაცია, თუ როგორ დღეში ჩააგდო შეერთებულმა შტატებმა რეგიონი თავის ინტერესებისთვის როგორ გამოიყენა. ასევე, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციები, რომლებიც უკვე მოგაწოდეთ ლარიჯანის ლიკვიდაციასთან შესახებ. თეირანი არის განსაკუთრებული დაბომბვის ქვეშ და მოკლედ ომი დაქოქილია სრული მასშტაბით. ასე რომ შესაძლებელია კიდევ და კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იყოს. რაც შეეხება ნავთობის ექსპორტი არაბული ქვეყნებისთვის ორმუზის სრუტეზე უშუალოდ ირანის მტრები, ვინც არიან მათთვის აკრძალული აქ ირანს და ირანი უკვე ახორციელებს დარტყმებს ორმუზის სრუტის გარეთ. ეს ორმუზის სრუტე უშუალოდ ეს არის, რომ იყოს გასაგები მაყურებლისთვის. ეს ომანის ტერიტორია არის, აქ შერეული ექსკლავები არის, ანუ ტერიტორიები, რომლებიც პირდაპირ ცენტრალურ ხელისუფლებას არ ესაზღვრება ომანს და გაერთიანებულ საამიროებს შორის და ირანმა აი ამ აკვატორიაშიც მიიტანა იერიში იმ ტანკერებზე, რომელი ტანკერებიც საუდის არაბეთის გაერთიანებული საამიროების ტერმინალები ასევე არის განთავსებული აი ამ ადგილზე, საიდანაც ასევე ახორციელებენ ეს უშუალოდ სპარსეთის ყურის გარეთ ნავთობების გადატანას და ირანი აფართოებს არეალს თავისი თავდასხმების. გამოჩნდა, რომ ალბათ ეს იყო ბრიტანული ან ამერიკული ხომალდი და მათზე განხორციელდა იერიში.
ასეთ შემთხვევაში სავარაუდოა ის, რასაც ირანი ამბობს, რომ ეს განხორციელდება, ირანი იერიშებს მიიტანს უშუალოდ უკვე აი ამ ტერმინალებზე, რომელი ტერმინალებიც არის სპარსეთის ყურის გარეთ და რომლის საშუალებითაც რაღაც დონის ნავთობის ექსპორტს ახორციელებდნენ. ეს კი გუშინდელი მონაცემები არის ორმუზის სრუტეში, რომ რაღაც ნაწილი ხომალდების მაინც გადაადგილდებოდა. ეს ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმებული მარშრუტი არის, მაგრამ აი როგორც ხედავთ, ამ ადგილზე არის დაჯგუფებული უამრავი ტანკერი, რომელი ტანკერიც ასევე და დაგვირთ აი ამ ადგილზე მიიტანა ირანმა იერიში ორმუზის სრუტის გარეთ. აქაც უამრავი გემი არის დაჯგუფებული, იმიტომ რომ რაღაც ნაწილი საუდის არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტერმინალებიდან იქნას გამოღებული ნავთობი და წაღებული. ამიტომ ირანს არათუ ტყვეთ მარტო სპარსეთის ყურის შიგნით აყავს აყვანილი ხომალდები, აი ეს ხომალდები სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, რასაც აპირებენ და ამბობენ ამერიკელები, თავისთავად აღმოჩნდება ირანის ლეგალური სამიზნე. რეგიონიდან არის დარჩენილი ასევე ერთადერთი მიმართულება ეს ამერიკული ხომალდი არის, რომელზეც ხანძარი გაჩნდა. ერთადერთი მიმართულება ეს არის საუდის არაბეთის ნავთობ ტერმინალი, სახმელეთო მილსადენი, რომელიც გაედინება წითელ ზღვაში და აი ამ წითელ ზღვაში შესაძლებელი ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთის მარშრუტიდან მოხდეს ნაოსნობა და იქნას ნავთობი გატანილი. როგორც ხედავთ, ეს მიმართულება, სამხრეთის მიმართულება ჰუსიტების კონტროლის ქვეშ არის და ამ მხრიდან მასზე განხორციელდება იერიში. თუმცა არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს წითელი ზღვის ამ ტერიტორიაზე ჰუსიტებს აქაც შეუძლიათ იერიშის განხორციელება, ირანსაც შეუძლია იერიშის განხორციელება და საერთოდ შეუძლია აი ამ ნავთობ მარაგების დაბომბვა, საიდანაც ხდება ნავთობის მიწოდება. ეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკელები აძლიერებენ, ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 200 გუშინ გავრცელდა ეს ინფორმაცია. 200-მდე ამერიკელის დაჭრის შესახებ საუდის არაბეთში. საუდის არაბეთიც ჩვეულებრივად დაბომბვის ქვეშ არის ირანის. ანუ არ აღმოჩნდა ირანი ისეთი მარტივი სამიზნე, როგორიც წარმოედგინათ, მარტივი გასეირნება და ამ მარტივი გასეირნების ნაცვლად მიიღეს აი ესეთი კრიზისი. მოკლედ, ძირითადი ამბები ამ მიმართულებით აი ესე არის, ის ინფორმაციები, რა ინფორმაციებიც ვრცელდება. დანარჩენს შეგატყობინებთ, შეძლებს დაგვარად თუ რამე საინტერესო ინფორმაცია იქნება. აი ეს იყო დღევანდელი დღის მოვლენების შეჯამება. მე კი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მისმენდით, ვინც უყურობდით, ვინც იწონებთ და ვინც აზიარებთ ვიდეოებს, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს სიმართლე და თუ ვინმეს კიდათ მადლიერების გამოხატვა, გამოხატეთ
ინფორმაციის გავრცელებაში და მოწონებაში ეს არის უფასო და ეს არის უსაფრთხო ყველანაირად. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, ახლა კი დაგემშვიდობებით.